მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ვიწყებთ ახალ ვლოგს და გაატარეთ დღე ჩემთან ერთად. დღეს სახლში ვარ, როგორც იქნა. ეს რამოდენიმე დღე თითქმის არ ვიყავი სახლში და ასე მგონია, რომ ჩემი სახლი იხრჩობა მტვერში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც შემეძლო საღამოობით რაღაცას მაინც ვაკეთებდი. ამიტომ დღეს ვაპირებ, რომ კარგად დავალაგო სახლი და ასევე მინდა, რომ მოვამზადო პილმენები. ნახოთ რა გამოვა. მოკლედ ერთხელ მოვამზადე სახლში პილმენი, რადგან მაღაზიის პილმენს რაღაც თავისებური გემო აქვს და ვინც გერმანიაში ცხოვრობს, ალბათ თქვენ შეგემჩნევიათ, რომ პილმენებს რაღაც სუნი აქვს. აქამდე მეგონა, რომ ღორის ხორცის სუნი იყო, მაგრამ ერთხელ მოვამზადე სახლში და იმის მერე ითხოვენ მხოლოდ სახლში მომზადებელს და აღარავინ აღარ ჭამს მაღაზიის პილმენებს. ამიტომ დღეს ვაპირებ, რომ პილმენებიც მოვამზადო, სანამ ბავშვები მოვლენ სკოლიდან. ახლა თმა მაქვსვილი, ვიტარებ ჩემი დილის რუტინას და მინდა, რომ ერთი ხრიკი გაგიზიაროთ. ძალიან ბევრი მწერს, რომ ორსულობა როგორ მოგიხდაო და ასე შემდეგ. სინამდვილეში ორსულობა არ მიხდება. მართლა არ მიხდება. 20 კვირის ვარ და 7 კილო მაქვს მომადებული. არ ვიცი, ვერ ვაჩერებ ამ კილოგრამებს, რაღაც სასწაულის სწრაფით მირბის და მას შემდეგ რაც შევამჩნიე, რომ წონაში მოვიმატე, ეს ადგილები გამეზარდა. დავიწყე სახის მასაჟების გაკეთება და დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველას გექნებათ აი ასეთი გუაში სახლში. ეს გუაში არ ვიცი 2 წელი თუ 3 წელი ეგდო ჩემს კარადაში და დავიწყე ამ გუაშის გამოყენება. ძალიან ბევრი ამბობს, რომ არ აქვს შედეგი, უშედეგოა და აზრი არ აქვს ამის გაკეთებას. სინამდვილეში აქვს შედეგი, სასწაული შედეგი აქვს და ახლა ხედავთ თქვენც სახეზე, რადგან ჩემი წონის ღაბაბი მქონდა აქამდე, ახლა თითქმის გამიქრა. გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ და სხვათა შორის არ არის აუცილებელი, რომ ასეთი რაღაც გქონდეთ სახლში. ხელითაც შეიძლება ამ მასაჟის გაკეთება. აქამდე ვიბანდი სახეს, შემდეგ ბავშვის ზეთით ან მასაჟის ზეთით ვიკეთებდი ხოლმე ამ მასაჟს, ეგრეთ წოდებულს და შემდეგ მივხვდი, რომ დრო არ მქონდა ყოველჯერზე ეს პროცედურები და მივაგენი პატარა ხრიკს. სახე მაქვს უკვე დაბანილი, გაწმენდილი ტონერით, ახლა წავისმევ კრემს სახეზე. მე ვიყენებ კოდალის კრემს და ალბათ ჩემი და ნანა ახლა უყურებს ამ ვიდეოს და გონი გიშდება. ზუსტად 1 წლის უკან მაჩუკა ეს კრემი და ყოველთვის ფიქრობდი, რომ აი გამონაყარი რომ ექნება, აი ძალიან ცუდ დღეში რომ ექნება კანი, მერე გამოვიყენებ და მოკლედ ახლა მივხვდი, რომ დროა რომ გამოვიყენო. კრემს ვისმევთ, რაც შეიძლება სქლად, უბრალოდ ვისმევთ, არ არის საჭირო, რომ კარგად წავისვათ, რადგან ამ გუაშის მასაჟორმა სახეზე უნდა ისრიალოს. ამიტომ აი ასე აუცილებელია, რომ კისერზეც რაც შეიძლება ბევრი კრემი იყოს. თლად ძალიან ბევრს მოიღებთ. შეგიძლიათ ალოეს გელი გამოიყენოთ, ან და ნებისმიერი კრემი, რომელიც არის ოდნავ ცხიმიანი. სიტყვები მავიწყდება. ასევე არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს გუაშისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უბრალო ქვა, რადგან არ ვიცი 1 ევრო ღირდა და კარგად ამკლავდება თავის საქმეს. მოკლედ ვიწყებთ აი ასე. ერთი ხელით ვიჭერთ, რომ კანი არ გაიწელოს და მეორე ხელით ვიწყებ. ასე და ქვემოთ. ასე ვაკეთებ 10 ჯერ და ყველა ადგილზე ვაკეთებ 10 ჯერ. აი ასე.
შემდეგ გადავდივართ აქეთ მხარეს და ზუსტად იგივენაირად 10 ჯერ ასე და დაბლა. შეიძლება გაწეთილდეს რამდენიმე წამში დაცხრება. ეს უბრალოდ იმის გამო, რომ კანზე იხევით და შეიძლება რომ სიწითლე იყოს. მე ცხვირი გამეწეთილდა. შემდეგ აქ მეორე მხარეს. შემდეგ ასე. და შემდეგ უკვე სურვილის მიხედვით. მე ვაკეთებ კიდევ აქ. რომ შუბლი გასწორდეს და ნაოჭა გამოვიდეს. და ბოლოს აქ. თავარია შემდეგ ეს გუაში კარგად გარეცხოთ და ისე დადოთ, რომ ზედმეტი კრემი არ დარჩეს და შემდეგ გამოყენების დროს ძველი კრემი არ შეიზილოთ კიდევ. კრემაც შეიწოვა კარგად და მორჩა. სულ ეგ არის. აქამდე ჯერ ზეთით ვიკეთებდი ხოლმე მასაჟს და შემდეგ ვიბანდი, შემდეგ კრემი და ასე შემდეგ უფრო დიდი ხანი სჭირდებოდა. ახლა საერთოდ არ ჭირდება დრო. დღეში ორჯერ ვაკეთებ თუ შემიძლია, თუ არა და დღეში ერთხელ აუცილებლად დილაობით. თუ არ გაქვთ ასეთი გუაში, მაშინ აი ასე თითებით შეგიძლიათ გაიკეთოთ. რაც შეეხება წინარს უთოთი ვიკეთებ და სხვათა შორის ძალიან ბევრი მწერთ, რომ მიხდება ეს ვარცხლნილობა, უღრმესი მადლობა ამისთვის. უბრალოდ ერთი პრობლემა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, ყოველ დღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც სჭირდება შესწორება უბრალოდ და აქ მოჭრა. გუშინ მომჭერი უკვე, ამიტომ დღეს დიდი იმედი მაქვს, რომ არ დასჭირდება. რაც შეიძლება აი ამ ჩემს უთოს, ეს არის ბაურერის უთო და ხშირად არის კითხვები, კარგი უთოა თუ არა. ნამდვილად კარგი უთოა, ეს უთო სერგო მიყიდა და ამასაც თავისი ისტორია აქვს უამრავი ფუნქცია, რომელიც მე არ ვიცი სველთმაზე, ასევე მშრალ თმაზე. სველ თმაზე გამოყენების დროს აი აქედან უშვებს ორთქლს. მოკლედ კარგი უთოა და მე მხოლოდ წინარისთვის ვიყენებ და უკვე 5 წელია მაქვს, ზუსტად 5 წელია და მოუკლედ კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ძალიან მომწონს, აქ აქვს ბლოკი, აი ასე დააჭერ და შემდეგ რა ღილაკსაც არ უნდა დააჭირო, არ გადადის. ფუნქცია რჩება როგორც არის. ეს კარგია, იმიტომ რომ ხშირად მეჭირება ხოლმე ასე თითი, განსაკუთრებით თუ ვიხვევ ასე და მეჭირება ხოლმე და ხან ითიშება, ხან აკლდება პროგრამას, მოკლედ კარგი ფუნქცია. რაც შეეხება ამ უთოს ისტორიას, 5 წლის უკან ახალი დაწყებული რომ მქონდა სამსახური, დილაობით, დილის 6 საათზე, რომ სამსახურისთვის ვემზადებოდი ხოლმე, სერგო მელოდებოდა დაბლა მანქანაში და მე ალბათ 1.5 საათის მერე ჩავდიოდი, მე მაგვიანდებოდა, მე პანიკაში ვიყავი, რომ ვაგვიანებდი, მოკლედ და
ერთ დღესაც სერგომ მისაყვედურა, რომ რატო აგვიანებ ყოველჯერზე. და მეთქი, ჩემი ბრალი არ არის, უთო მაქვს ცუდი და სანამ ვიკეთებ თქო ამ თმეებს და მაშინაც წინარი მქონდა და მეთქი სანამ წინარს ვიკეთებ, დრო გადის, ცუდი უთოა და არ კეთდება. და იმ დღით რომ წამოვედით, მიყიდა ეს უთო. და მითხრა, რომ ყველაზე საუკეთესო ავიღეო და ღმერთმა არქნას კიდე დააგვიანო ხოლმე. და იმის მერე მართლა აღარასდროს აღარ დამეგვიანია. კიდევ აბრალე მაშინ უთოს. არც ის უთო არ იყო ცუდი, მაგრამ შემრჩა ეს. ის უთო მე სამსახურში წავიღე. და სამსახურში პირბადეს რო ვატარებდი ხოლმე, ხშირად წინარი მეხვეოდა, იმიტომ რომ აქედან ორთქლი რო ადიოდა და მე საღამობით ვისწორებდი ხოლმე. აი მე ჩემი წინარი კიდე გასასწორებელია და კიდე შესაჭრელია. არ ვიცი რა სისწრაფით იზრდება, რომ სულ ვჭრის, დილიდან მოხსენე უკვე თეთრეული გაირეცხა, ახლა მხოლოდ ჩემს საძინებელში მაქვს გადასაკრავი, თორე ბავშვებთან გადავაკარი უკვე. დალაგებას ვიწყებ საძინებლიდან, ახლა კიდევ ერთი ხელი თეთრეული ჩავრთე, ერთი ხელი გაირეცხა უკვე და დავკიდე მაღლა ჭერში, დღეს კარგი ამინდია და ალბათ მალე გაშრება. ახლა გავამტვერ სასრუტეს ზემოდან მატრასი, გადავაკრავ თეთრეულს და ასევე მინდა რომ დღეს შევცვალო გადასაფარებელიც. არ მიყვარს ერთი და იგივე და ხშირად ვცვლი ხოლმე გადასაფარებლებს. ეს გადასაფარებელი, რომელიც აქამდე იყო ჩემს საწოლზე გადაფარებული, დეკემბრის აქეთ აფენია და მე თვითონაც გაკვირვებული ვარ, რომ აქამდე არ შევცვალე. მოკლედ ალბათ დრო არ მქონდა ამისთვის და დღეს გადავწყვიტე, რომ სხვა გადასაფარებელი გადამეფარებინა. ადრე თითქმის ყოველ თვე გადასაფარებლებს ვრეცხავდი და ძალიან ბევრი კარგი გადასაფარებელი გავაფუჭე ამის გამო. ახლა ვცდილობ, რომ წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ გავრეცხო, ამიტომ ძველი გადასაფარებელი ახლა ხედავთ კადრში, გავრეცხე დეკემბერში და ისე გადავაფარე ჩემს საწოლს, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის ახლა გასარეცხი და ცოტა მოგვიანებით გავრეცხა. დავიწყებ საძინებლიდან, შემდეგ გადავალ სხვა ოთახებში და ასე მივყვები ნელ-ნელა. დავალაგებ მთლიანად კარგად, ბოლოს ყველგან ერთიანად გავამტვერ სასრუტებ და გავწმენდავ იატაკს. სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე საშინელება იყო, როგორც მე წარმომედგინა და სულ რაღაც 2 საათში მთლიანად სახლი კარგად დავალაგე. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ალბათ 4 საათამდე ან 5 საათამდე გაიტანდა ეს ჩემი დალაგება. აყრილი იყო, ზედმეტი ნივთებიც იყო, მაგრამ იმდენი არა, როგორც მე წარმომედგინა. განსაკუთრებით მისაღები ოთახი, როგორც ხედავთ, მხოლოდ გოჩას მანქანები დევს, რადგან ეს რამოდენიმე დღე მისაღებ ოთახში თითქმის არ შემოვსულ ვართ და მხოლოდ გოჩა თამაშობდა თავისი მანქანებით. ასე რომ ავიღე ზედმეტი ნივთები, გადავაფარე დივანს, ავიღე მტვერი და გავამტვერ სასრუტე. სანამ მებალაგებ და თქვენ იღებთ мотивაციას, რა თქმა უნდა დიდი იმედი მაქვს, რომ იღებთ мотивაციას. ცოტა ვიჭორავოთ, რჩევა მჭირდება, სიმართლე გითხრათ თქვენი. ახლა აგიხსნით რაშია საქმე. რამოდენიმე თვის უკან ნიცა მოვიდა ჩემთან და მთხოვა, რომ უნდოდა ერთი დღე, კვირაში ერთი დღე დაეცვა მარხვა. მე რა თქმა უნდა დავიწყე იმის ახსნა, რომ ასე ადვილი არ არის, რომ დადგე მარხვაზე, ჯერ მოძღვარი უნდა აიყვანო, შემდეგ აღსარება უნდა ჩააბარო და თუ მოძღვარი დაგრთავს უფლებას, შემდეგ დაიწყებ მარხვას. მოკლედ ბავშვმა ვერ გაიგო,
ასე მითხრა, რომ რა შუაშია მოძღვარი ან რა შუაშია აღსარება, მინდა რომ ვიმარხულო და ამით უფალთან უფრო ახლოს ვიქნებიო. სიმართლე გითხრათ, აღარ დავიწყე ზედმეტი ახსნა, განმარტება, რადგან ნიცა თვითონ ძალიან ეკლესიური ბავშვია და ძალიან მორწმუნე ბავშვია და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის რელიგია და სარწმუნოება. სახლში გვაქვს ახალი აღთქმა, ოღონდ ახალი აღთქმა არის რუსულ ენაზე, რომ გავთხოვდი ჩემი ახალი აღთქმა, რა თქმა უნდა, დარჩა ჩემს მშობლებთან და ახლა არის საფრანგეთში, ჩემო მშობლებმა თან წამოიღეს, ხოლო მე რომ გავთხოვდი, ოჯახში ჰქონდათ რუსულ ენაზე ახალი აღთქმა და ჩვენც რომ წამოვედით გერმანიაში, წამოვიღე, რადგან მე ვკითხულობდი ხოლმე მაგ ახალ აღთქმას. ნიცა 7 წლის იყო, რომ ძალიან უნდოდა ამ წიგნის წაკითხვა და თვითონ ისწავლა რუსულ ენაზე კითხვა, რუსულ ენაზე ლაპარაკობს და ძალიან კარგად ლაპარაკობს, ამიტომ არ გაუჭირდა იმის გაგება თუ რა ეწერა შიგ, უბრალოდ კითხვა არ იცოდა რუსული და ხანდახან მოდიოდა ხოლმე რუსულ ასოებს მეკითხებოდა თუ ეს რას ნიშნავს და ეს რა ასოა, მე მეგონა რომ უბრალოდ თამაშობს ან არ ვიცი, უბრალოდ მეკითხება, თურმე ამ დროს ბავშვი სწავლობდა რუსულ კითხვას, რომ წაეკითხა ახალი აღთქმა. და 8 წლის ასაკში მთლიანად ჰქონდა უკვე წაკითხული წიგნი. შემდეგ ნიცას თხოვნით შევიძინეთ ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე და რაც მთავარია იცის ისიც, რომ არიან კათოლიკეებიც, ქრისტიანები და მართლმადიდებლები. იცის, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ასევე იცის, რომელი დღესასწაული გვეკუთვნის ჩვენ მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს. ასევე როგორც თვითონ ამბობს, უფალი ყოველთვის ეხმარება, ხშირად სთხოვს რჩევას და უგზავნის ამ რჩევას რაღაც მინიშნებების სახით, ასე რომ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საერთოდ რელიგია. ყოველი ტესტის წინ ან საკონტროლო წერის წინ სკოლის სამლოცველოში ჯერ ლოცულობს და შემდეგ მიდის ტესტის დასაწერად და ვიფიქრე, რომ არაფერი დაშავდება იმით, თუ ერთი დღე არ მიირთმევს რძის პროდუქტს და ხორცს. ვიცი, რომ ეს არ არის მარხვა და იმისათვის, რომ მარხვა დაიცვა მოძღვრის თანხმობა საჭირო, უბრალოდ გულით უნდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეც დავდგე ამ დღეს მარხვაზე და მხარი დავუჭირო, რომ არ იგრძნოს თავი მარტოდ და ყოველ პარასკევ დღეს მე და ნიცა ვმარხულობთ. რა თქმა უნდა, ვლოცულობთ კიდეც, ვცდილობთ, რომ ნაკლებად ტელეფონი ავიღოთ ხელში და უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ. რაც შეეხება რჩევას, თუ შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, ცოდვად ითვლება თუ არა ის, რომ ასე მარხვას ვიბრალებთ მაშინ, როცა მოძღვარმა არ დაგვრთო უფლება, უბრალოდ ჩვენ აქ მოძღვარი არ გვყავს, არ არის მართლმადიდებლური ეკლესიები და არ ვიცით ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ და მაინტერესებს ცოდვად ხომ არ ითვლება ის, რომ ვმარხულობთ. უღრმესი მადლობელი დაგრჩებით თუ მომცემთ რჩევებს, უკვე 2 თვეა, მე და ნიცა პარასკევობით არ მივირთმევთ რძის და ხორცის ნაწარმს, პირველი 2 კვირა ძნელი იყო, მართლა ძალიან ძნელი იყო და არ მეგონა, რომ ასეთი ძნელი იქნებოდა, შემდეგ ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე უпростоრად მე ვისწავლე რამოდენიმე სამარხო, კარგი და გემრიელი რეცეპტები, ასევე დავიწყეთ სახლში მომზადება შვრის რძის, ასევე უადვილესია და
უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი შვრიის რძე. თუ გაინტერესებთ, აუცილებლად დავდებ რეცეპტს და ასევე გვაქვს უგემრიელესი სამარღო ბრაუნის რეცეპტი, ასევე თუ გაინტერესებთ, დაგიდებთ რეცეპტს. ამასობაში მე გავედი ბოლოში, უკვე სამზარეულოს ვალაგებ და სამზარეულოს ყოველთვის ბოლო ჯერზე მოვიტოვებ ხოლმე, შემდეგ გავამტვერ სასრუტებ ყველგან და გავწმინდა იატაკს. I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the patterns. Where's the stars align so we could be free? Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy, wasn't ready. Don't think I can see your face. Now we're just friends. How long till that ends? It feels like forever away. დავიწყოთ პელმენის მომზადება. ცომისთვის დამჭირდება 3 ჭიქა ფქვილი, ჭიქა არის 200 გრამიანი. გამოიყენეთ 1 ჭიქა წყლისთვის და ფქვილისთვისაც. ვიღებთ 3 ჭიქა ფქვილს, ვუმატებთ 1 კვერცხს. კვერცხი სასურველია რომ იყოს დიდი, მე მაქვს ძალიან პატარა კვერცხები, ამიტომ 2 კვერცხი ავიღე. ფქვილს ვუმატებ 3 სუფრის კვერცხს ზეთს. 2 და 3 კვერცხი. თუ მოზრდილი კვერცხი გაქვთ, მაშინ 1 გამოიყენეთ. ერთი ჩაის კოვზი მარილი. ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ჭიქა გამოიყენეთ, როგორც უკვე გითხარით, იგივე, რომ ზუსტი პროპორციები გქონდეთ. და მოვზილოთ ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით. ცამს გადავაფარე საკვები პარკი და დავდებ ოთახის ტემპერატურაზე. რამოდენიმე წუთი უნდა დაისვენოს, სადღაც 20 წუთი, 9 საათი. ახლა გადავიდეთ ფარშის მომზადებაზე. აქ მაქვს 800 გრამი ფარში. აქ არის შერეული საქონლის და ღორის ხორცის, მაგრამ საქონლის ხორცი უფრო მეტია ვიდრე ღორის ხორცი და ფარში ვამატებ მხოლოდ წვრილად დაჭრილ ხახვს, ცივ წყალს და მარილს. მეტს არაფერს არ ვუშვრები, ზედმეტს და გამოდის წვნიანი და გემრიელი პელმენები. წყალი. სანამ პელმენის
ცომი და ფარში ისვენებს, მეც ცოტას დავისვენებ, მოვიდუღებ ჩემთვის ყავას. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ თქვენს რჩევებს და უღრმესი მადლობა თქვენ ამ რჩევისთვის. წინა ვლოგში ვთქვი, რომ მაქვს ჰაერის უკმარისობა და მირჩიეს, რომ უარი მეთქვა ყავაზე და გადავსულიყავი ჩაიზე. მოკლედ, ყავაზე უარს ვერ ვამბობ, რადგან კოფემანი ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს, ამიტომ ვიყიდე ასეთი უკოფეინო ყავა, ეს არის ნატურალური, შვრიისგან დამზადებული თუ ხორბლისგან დამზადებული, მოკლედ არ ვიცი, ოდნავ წააგავს ყავას და მოკლედ მუქად შეფერილი წყალია, რომელიცაც ოდნავ ყავის გემო აქვს. ამითაც ვიკლავ ჩემი ყავის სურვილს და ამას ვსვავ ხოლმე ახლა უკვე. ყავის შემდეგ დავიწყე უკვე პელმენის მომზადება, ამასობაში ბავშვებიც მოვიდნენ სკოლიდან. დღეს რაღაც ცოტა ადრე მოუწიათ მოსვლა და ვერ მოვასწარე ამის მომზადება, მანამ სანამ მოვიდოდნენ. მოკლედ, მე ვახვევდი პელმენებს, სერგო ხარშავდა, ხოლო ბავშვები უკვე დანაჩანგლით იდგნენ იქვე კადრს მიღმა, ოღონდ მართლა უგემრიელესი პელმენი გამოვიდა, როგორც ყოველთვის და იმის ხარჯზე, რომ შიგ არის ბევრი ხახვი, წვრილად დაჭრილი და არადაბლენდერებული, ეს ხახვი აძლევს უფრო მეტ წვენს და ამ ხახვის ხარჯზე ხდება წვნიანი. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. მე კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. ასევე უღრმეს მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის და კომენტარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეოც მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.